ნატო ჯოჯოხეთს ტეხს. რუსეთის საზღვარზე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა მიზანში ამოიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ბლოკი და ცდილობს ბალტიისპირეთი მუდმივი საფრთხის ზონად აქციოს. 2026 წლის 3 იუნის 4 შაბათს აღმოსავლეთ ფლანგზე გამოჩენილი პასუხი ცარიელი სიტყვებით არ შემოიფარგლება. ის მოდის ბეტონით, ბარიერით, სამხედრო სარდლობით და რეალური განგაშით. ლატვია, ესტონეთი და ლიტვა ბალტიის თავდაცვის ხაზს აძლიერებენ, მაშინ როცა ნატო ამზადებს ახალ სტრუქტურას, რათა უფრო სწრაფად იმოქმედოს თუ მოსკოვის საზღვის გადაკვეთას შეეცდება. ვლადიმერ პუტინმა ლატვია დაადანაშაულა, რომ მან გზა გაუხსნა უკრაინულ დრონებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის და დაიმუქრა, რომ თავდასხმებთან დაკავშირებულ ადგილებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს. მან ასევე ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა რუსეთის ჯარები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოიყენონ თითქოს რუსი მოქალაქეების დასაცავად. სწორედ აქ იცვლება გათვლა. რით სცადა პუტინმა დაშინება? რატომ უპასუხა ნატო? რატომ უპასუხა ნატო კონკრეტული ნაბიჯებით? როგორ გადაიქცა ეს საზღვარი მახეთ? ახლავე ყველაფერს გიამბობ. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ლატვიამ დაიწყო ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილების დაყენება რუსეთის საზღვარზე. ეს არის ბეტონის ბლოკები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მანქანების, განსაკუთრებით ტანკებისა და ჯავშან ტექნიკის გადაადგილების შედაადგილების შესაფერხებლად. ეს ღონისძიება განხორციელდა ეროვნული თავდაცვისთვის ექსპროპრიირებულ ტერიტორიებზე, ფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდით, რადგან ლატვიის მთავრობამ რუსული საფრთხე ტერიტორიული გადარჩენის საკითხად მიიჩნია. დამონტაჟება არის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც ესტონეთთან და ლიტვასთან ერთად არის შეთანხმებული, რათა ბალტიისპირეთის ყველაზე მგრძნობიარე გზები მოსკოვის შესაძლო სახმელეთო შეტევის შემთხვევაში ჩაკეტონ. ეს ბარიერები საზღვარზე მხოლოდ დეკორაციისთვის არ არის განთავსებული. ისინი გამოიყენება შემოჭრილი ძალის შესანელებლად, სწრაფი გადაადგილების შესაჩერებლად და დროის მოსაგებად, რათა ნატომ მოახერხოს რეაგირება. ფაქტობრივად ლატვია ამბობს, რუსეთი ვერ იპოვის თავისუფალ გზას, ღია ხიდს და სუსტ საზღვარს. რუსეთის წინსვლას თუ ოდესმე სცადებენ, მოუწევს ფიზიკური ბარიერების, თხრილების, თავდაცვითი პოზიციების, მეთვალყურეობისა და მოკავშირეთა სარდლობასთან ინტეგრაციის გადალახვა. პუტინი ელოდა შიშს, მაგრამ იღებს მზადყოფნას. ესტონეთი უკვე აძლიერებდა საკონტროლო პუნქტებს ნარვას რეგიონში, რომელიც მგრძნობიარე ზონაა, რადგან რუსეთის წინაშეა და სიმბოლური და სამხედრო მნიშვნელობა აქვს. ნარვაში, მდინარე ნარვაზე არსებულ მგრძნობიარე ხიდთან, ესტონეთის ხელისუფლება აკონტროლებს კარიბჭეებსა და ბარიერებს, რათა უკეთ გააკონტროლოს შესვლის ნაკადი და აღკვეთოს არაუფლებამოსილი გადაადგილება. პრობლემა მხოლოდ რუსული ტანკი არ არის. ასევე არსებობს მიგრაციული ზეწოლა, საზღვრის პროვოკაცია, სუვერენიტეტის გამოცდა და პოლიტიკური დესგასტეის მცდელობა. ლიტვამაც გაამკაცრა ბარიერები კალინინგრადთან ახლოს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაა პოლონეთსა და ლიტვას შორის. ეს საკითხი მოსკოვს აწუხებს, რადგან კალინინგრადი რუსეთის სტრატეგიული ნაწილია ბალტიის რეგიონში. როდესაც ლიტვა ბარიერებს აყენებს და ამას სამხედრო საინჟინრო გეგმაში აერთიანებს, ის აჩვენებს, რომ კრიზისის დადგომას არ დაელოდება და შემდეგ არ დაიწყებს იმპროვიზაციას. თავდაცვა თავდასხმამდე იწყება. და ეს არის ლოგიკა, რომელიც პუტინს არ მოსწონს. ნატო ახლა კიდევ უფრო სერიოზულ რაღაცას ამზადებს. გერმანულ-ჰოლანდიური კორპუსი უნდა გადაიბაროს სარდლობის როლი ესტონეთსა და ლატვიაში მოკავშირე ძალებისთვის, რუსეთისთან კონფლიქტის შემთხვევაში. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ცვლილება მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და ჯარების სწრაფად ჩამოყვანას თუ მოსკოვი რეგიონს გამოცდის. კორპუსის შტაბი მდებარეობს მიუსტერში, გერმანიაში. მასში მონაწილეობს 16 ქვეყანა და შეუძლია საგანგებო სიტუაციაში უფრო დიდი ძალების ორგანიზებისთვის სარდლობის სტრუქტურად იმოქმედოს. ეს დეტალი გადამწყვეტია, რადგან თანამედროვე ომი მხოლოდ ჯარისკაცების რუკაზე განთავსებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ სარდლობაზე, ლოგისტიკაზე, კომუნიკაციასა და სისწრაფეზეა დამოკიდებული. ნატოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურა ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც პოლონეთში განთავსებულ მრავალეროვნულ სარდლობას უკავშირდება, მაგრამ ახლა აპირებს ბალტიისპირეთში პასუხისგებლობები უკეთ გაანაწილოს. ესტონეთისა და ლატვიისთვის ეს ნიშნავს უფრო სწრაფ გაძლიერებას. პუტინისთვის კი ეს ნიშნავს ნაკლებ შანსს, რომ კრიზისის პირველ დღეებში არეულობა გამოიყენოს. პუტინმა აშშ-ის ლიდერობით მოქმედი ბლოკი ამოიღო მიზანში, როდესაც დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი, ნატოს ქვეყნებისადმი მუქარის გასამართლებლად იყენებდა. რუსეთის დაზვერვამ ლატვია დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინას ლატვიის ბაზებიდან დრონებით თავდასხმების მომზადების საშუალებას აძლევს. ჰიგამ უარყოეს და ბრალდება დეზინფორმაციის კამპანიად მოიხსენია. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ტონი გაამკაცრა და შესაბამის პასუხზე ისაუბრა. ეს რუსული ძველი ტაქტიკაა.
ქმნის ბრალდებას, ავრცელებს ზეწოლას, ზომავს რეაქციას და ცდილობს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური საზღვარი გადააწიოს. დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ძალების საზღვარგარეთ გამოყენებას საშუალებას აძლევს. არგუმენტად რუსი მოქალაქეების დაცვა მოჰყავდა. დაპატიმრების, სასამართლოს, დაკავების ან სავარაუდო დევნის შემთხვევაში. ბალტიისპირეთისთვის ასეთი ზომა დაუხოვნებლივ განგაშის სიგნალია. ლატვიასა და ესტონეთში მნიშვნელოვანი რუსული თემებია და მოსკოვმა უკვე გამოიყენა რუსეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრები რუსების დაცვის ნარატივი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. როდესაც კრემლი ამას სამხედრო მოქმედებისთვის სამართლებრივ ნებართვად აქცევს, მეზობლებისთვის ეს გზავნილი სახიფათოა. აი სწორედ აქ იძენს ნატოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მნიშვნელობას. საუბარი არ არის ომის პროვოცირებაზე. საქმე იმაშია, რომ პუტინმა არ იფიქროს, თითქოს კარი ღიაა. შეტყობინება მარტივია. თუ მოსკოვი შეეცდება გამოიგონოს საბაბი, საზღვარი უკვე უფრო დახურული იქნება. თუ შეეცდება ჯავშან ტექნიკით გადმოსვლას, წინ ბარიერებს შეხვდება. თუ შეეცდება არეულობის შექმნას, მოკავშირეთა სარდლობას შეხვდება. თუ შეეცდება პატარა ქვეყნების დაშინებას, მეხუთე მუხლს მაგიდის შუაგულში ნახავს. ნატომ გაიგო, რომ პუტინის წინაშე სისუსტეს საფრთხეს არ ამცირებს. ეს მხოლოდ კრემლის მადას ზრდის. დრონების ომმა ბალტიისპირეთიც ახალ ფაზაში გადაიყვანა. საჰაერო თავდასხმებმა, დრონების ჩამოვარდნებმა და სამოქალაქო თავდაცვის განგაშებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინული გამოცდილების ძიებისკენ უბიძგა დრონებისა და რაკეტებისგან დასაცავი თავშესაფრების მოწყობაში. ეს აჩვენებს, რომ საფრთხე მხოლოდ კლასიკური სახმელეთო შეჭრა არ არის. დღევანდელი რეალური შიში დაკავშირებულია საჰაერო თავდასხმებთან, დივერსიასთან, ჰიბრიდულ ომთან, სამოქალაქო მოსახლეობაზე ზეწოლასთან და საზოგადოებრივი ნდობის შერყევის მცდელობასთან. უკრაინამ წარესკოლად იქცა მათთვის, ვინც რუსეთთან ახლოს ცხოვრობს. ამასობაში თავად რუსეთი თავის ტერიტორიაზე დარტყმებს იღებს. ამ კვირაში უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის ტერიტორიებს. სწორედ მაშინ, როცა მოსკოვი ცდილობდა თავისი ძალა ეჩვენებინა დიდ ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დეტალი პუტინის წინააღმდეგობას აჩვენებს. ესტონეთი აძლიერებს გადასასვლელებს, რადგან უკვე უნახავს, როგორც დის რუსეთის ზღვარს ნარვის მდინარეზე. ლიტვა იცავს თავის ტერიტორიას კალინინგრადის წინაშე, რადგან იცის, რომ იქ სისუსტე მოწვევას ნიშნავს. და ნატო ამყარებს სამხედრო სარდლობას, რადგან მხოლოდ სიტყვები უნარის გარეშე ვერ შეაჩერებს ექსპანსიონის დიქტატორს. პუტინის რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს გაკიდოს იმიჯი, თითქოს ის არის ძალა, რომელიც სხვების ბედს წყვეტს, მაგრამ ბალტიისპირეთის რეაქცია სხვა სურათს აჩვენებს. პატარა ერები ცივად ემზადებიან მოკავშირეთა მხარდაჭერით და საფრთხის მკაფიო შეგნებით. ბრმა ნდობა არ არსებობს. არსებობს გამაგრებული საზღვარი, არ არსებობს გულუბრყვილობა, არსებობს გათვლა. არ არსებობს პასიური ლოდინი, არსებობს მოქმედება, ხელმძღვანელობა და დაცვა. შემდეგი ნაბიჯი ახლა არის დაკვირვება თუ როგორ რეაგირებს მოსკოვი ახალ სამხედრო მოწყობაზე. თუ პუტინი გააგრძელებს ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის მიმართ მუქარას, ტენდენციაა, რომ ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრებას. მეტი მეთვალყურეობა, მეტი მზადყოფნა, მეტი ინტეგრაცია და მეტი ზეწოლა, რომ ევროპამ აიღოს საკუთარი თავდაცვის უფრო დიდი წილი. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლე მოგაწოდო და კარგად ინფორმირებული ყავდე. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში. შემდეგი